მოგესალმებით თვითონ ტელემოყრილო ჩვენ ვიწყებ ჩვენს აკრედიტაციის გარეშე მე ვარ კახეთში, კაკაბეთში, სოფელ კაკაბეთი, მაგრამ სანამ კაკაბეთში რაღაცას გადავიღებ, შევ ვნახოთ ის თუ როგორ გამოვედით მე და გოგა ხაინდრავა ჩემი ეთერიდან, სუბიექტური აზრის ეთერიდან რა კომიკურად გამოვედით. აბა ნახეთ. ალო. იგორ, გამარჯობა იგორ, როგორ ახარ? იგორ. ხო, აქ ავყავს, აქ იგორ. გამარჯობა ბატონო. ორი სიტყვით როგორ აგიზეთ თქვენ ელა უკაცრავა რა ის რა ორი სიტყვით როგორ შეაფასე ალვამ გადმომცა როგორ შეაფასე ტანკები ნელა რა დაგემართა ნუ რა გჭირდა დაგემართა თუ რა ორი სიტყვით პროკურატურაში მე გავაკეთე ოფიციალური განცხადება საფრანგეთის ელჩს მიმართე და საფრანგეთის მთავრობას ოფიციალურად დადასტურდეს ან უარყონ ის ფალსიფიკაცია რომელიც იყო დღეს გადმოცემული საქართველოს პროკურატურის მიერ. ხო ნახეთ, მე მგონია რომ გოგა ხაინდრავას წინამდე რაღაც სისულელე შეთქმეს და მოკლედ კვალიფიკაციას უწუნებ რა პროკურატურას ვანოს და მიშას, მაგრამ ეხლა კაკაბეთში ვარ. გამარჯობა. გამარჯობა. ტელევიზია არის ჩამოსულით, ხო და გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა. აბა ეხლა მე გავიგე, ერთი პატარა ბიჭი იყო. ჩემთან ერთად იზრდებოდა, მეც მაშინ პატარა ვიყავი. ისეთი ფენოვან ხაჭაპურებს ჯამდა, იქ რაღაცა დავდიოდით ერთად, ყამათობდით შოპენგაუერს და კანტზე და ჰეგელს და მე გავიგე, გაიზარდა და ხალებს აგინებსო და მართალია? არ იყო ეგეთი კაცი საერთოდ. აბა ვიზია ლაპარაკი, თუ გამოისნოთ ძვირფასო ტელემოყრილეობა. ლაპარაკია რა ქვია ზურა ჭიაბერაშვილი. ზურა ჭიაბერაშვილი. მე მაგას ავიზუსდელურად არ მოიხსენიებ. ჯანდაცვის მინისტრი ზურა ჭიაბერაშვილი რა მოხდა? აბა მომხევით. გუშინ უცებ ხო, რა მოხდა? დავინახეთ. მოკარი თვალი რომ მოდიოდა და აღნიშნე რომ ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოდის მეთქი. შემოვიდა და რა ქვიან, ეს როგორ ხვდებით ამასაც ეს ქართული მოცნების მაიკა და კარებზე იყო მიკრული ხიდაშვილის პლაკატი. ისეთ წამებში მოხდა რა გაუგნებულები დარჩით ეს როგორ ხვდებითო პირდაპირ ამას მერას მიმართა კი პირდაპირ შემოვიდა როგორ ხვდებითო და აი მე ამას არ ველოდიო ამ დახვედრასო და მე ხო გითხარით კიდევ მოვალო და ლელამ უთხრა კი ბატონო კიდევაც მობრძანდითო და ესა მე გადავიდა შეურაცხყოფაზე რა თქვა რა 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 კახურა კახელები კახეთში ვარ რა თქვა დედა და იქ თქვენი ოცნებისაო და პირდაპირ დასახელა ყველაზე უკანასკნელი ხარ რა ვიცი მე თქვენი დედაო თქვენ დედებს ესე ზმნა იმას ახტა მაიცა ჩამოხია ის პლაკატი ზმნა თქვა ის ზმნა ისა ცუდი კი რა ყემალს რო გვაგონებს თქვა ისა ხო ნამდვილად ზურამ კაცო ქალებს უთხრა კი რა ვიცი ჩვენ აქ ქალები ვართ და ის კიდე ზურა იყო და მაიცა შეიგინა დედაზე კი მე თქვენი ერთი აქ თქვენიო და იგი დოცნებისაცო ჩამოხია ახტა თვითონ ვერ მიწუდა ჩამოხია პლაკატი გადახია ორად აქ დაგვიყარა ჩასხდნენ მანქანაში მე ჯერის იქით გაცვიდნენ იქითა სოფლისკენ და მობრუნდნენ და მე წავიდნენ ისე აქეთა ზურა რამ გამოგაშტერა რეებს აკეთებ რა უცნაური მე მაგ ესე იგი ურთიერთობა რო ეგ უთხრა ზურა ერთი შეკითხვა ეხა ჩვენ ვიყავით სოფელ კაკაბეთში და ნახეთ ქალბატონები რომლებიც არიან მაღაზიაში რომლებიც ამობენ საოცარ რაღაცას არც მინდა დაჯერება მაგრამ არც იმ ქალბატონების ტყუილი მინდა დაჯერება რომ შენ თურმე მიხვედი უშვერი სიტყვებით მოიხსენია და პლაკატი ჩამოხიე აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს მეც უთხარი რომ ვიცნობ მთელი უნივერსიტეტი ერთად გაოგნებული გაშტერებული მაგრამ მომატყუა იმ ორმა ქალმა ხო პროვოკაცია კი აბსოლუტურად აქ რა ხდება რა შეხვედრაა თველზე ვლაპარაკობთ როგორ მიდის თველი თველის შენ წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში თუ ჯანდაცვის ფარგლებში ლაპარაკობ ჯანდაცვა აი ახლა ტერტერაშვილი არის ვიღაცა ბიჭი და მეკითხებიან არა თველზე რო საუბრობ ჯანდაცვის ფარგლებში თუ სააგიტაციო მე მთავრობის წევრი ვარ ხო აგიტაციის არნაირი აგიტაცია მე ვლაპარაკობ ხო როგორც მთავრობის წევრი ნებისმიერ თემაზე რაც შეიძლება აწუხებდეს ხო და აი თველის პრობლემები როგორია რო გითხრა არაფერი მანავის წვანესაც ვიბარებთ გაწეთილსაც ვიბარებთ
ჯანდაცვის სამინისტრო თუ ჯანდაცვის სამინისტრო იბარებს არ ვიცი, არა, სხვათა შორის მაგზენი როგორ არის? არა, ზუსტად ვიცი, თავის დროზე, როცა თველის გენერლად დაანიშნა, კახელებო ხომართალი ვარ, დაავალა სააკაშვილმა უწყებებს, რომ ყურძენი ჩაებარებინათ. იყო ეგრე, ხო იყო ეგრე? შეიძლება? კი, ხო იყო. კი. შეიძლება ეხაც ეგრეა. შეიძლება სანებით სადგური, სკოლა, რაღაცა იბარებს. მოდი. მე ჩემთან ვდგა. მოდი, ხო, ერთად მივიდეთ. ერთად მივიდეთ. მაყოფილი ხარ თავრობით? აი ამით, ამ კაც. არა, ხარ თაყოფილი? არა. ვა, აბა, ესაუბრეთ, აბა რატო არ? ესაუბრეთ. რა ხარ გენაცვალე მე? როგორ და სუ აფერისტობას და ლაპარაკია აფერისტული ლაპარაკი და არაფერი. რა ბედნიერი ხარ არა შავ. ეგ ჩემი მოყვანილი ხო არა? რა ბედნიერი ხარ, რა კარგად დადგე თეატრი. რა კარგად დადგე, რა კარგად. მე მოგიყვანე ბაბუჯანი. აი ეს გაუში, ეს გაუში. სხვას, კი ბატონო. თავრობით მაყოფილი ხარ? დიდგას კაცი თავრობით მაყოფილი ხარ? რა თველმა ძალიან კარგად შეიარა. თავრობით მაყოფილი ხარ თუ არა ზოგადად? ზოგადად არ შეიძლება რო კითხო, შენ ხო არ მიმითითებ, რაზე ვკითხო? თავრობით მაყოფილი ხარ? აი ქვეყანა გიყურეთ, ეხლა და გეკითხები. თველმა ჩაიარა. თველზე არა, ზოგადად მაყოფილი ხარ. აი რა. ჰა? ზოგადად. მაყოფილი ხარ თავრობით? თავრობით ხარ მაყოფილი? ხო, ვარ კმაყოფილი. ხო, მაყოფილი ხარ თავრობით? ვენახი დაკრიფე? არ დამიკრეფია. რატო არ დაიკრიფე? არა მაგდა. რო არა გაგრა უნდა აკრიფე ერთმანეთს. ო, გაიცა გათუ. წყალმა წყალმა წაგართო რა, ვინ წაგართო? ვინ წაგართო ვინა? თქვენ სახელებას ვინზანდებით? თამაზი ვარ შეონაზე მე. ანუ მზანდებით ვინ? მანაველი ვარ, კვიდრი მანაველი ვარ. რამე თანამდებობაზე მუშაობთ? არა, პენსიონერი ვარ. არა, არც სტრუქტურაში კი ბატონო. ეს კითხეთ ალბათ თქვენ თანასოფლოს. ხო, რატო არა ხარ? არა, რა იყო? კურდენ რატო არ მიიღეს? დაკრიფეთ არ მიიღეს? მე მაგალითად მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მაყოფილი რაც სამქონდა კურდენი ჩაიბარე. ფასი ხარ მაყოფილი რომ შენ ადგილში წყალი არ ჩავარდა და არ წაიღო. ვიყი არ ჩავიდა. კომპენსაციით. ხვა ჩაიტანა. არა, მაყოფილი ხარ კომპენსაციით. აქვს საერთოდ. მაგ გამოგდანი და ეხლა ნახეთ. ნახავთ კაცო, აი, მაყოფილი ხარ თავრობით? რანაირად ძმაო, ჩავარე კურძენი და აი, მოდი კიდევ მაყოფილი ვარ. არჩევნები მე მოგცემ. აი, კიდევ მაყოფილი ვარ. ესეც ჩემი მოყვანილი. მე რა გი? ხო და ვეკითხები. ამით რა სამტკიცებ? არის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა? აი, გუთხარი ხალხს. მოსახლეობის ხალხს რომ ხალხს. მოსახლეობის მოსახლეობის გარკვეული მე კაცი ესეთი მოიცადე. შვიდად მე განსაზღვრავ. შვიდად შენ იყავ. ზურა, მე განსაზღვრავ ჩემი მოძრაობის ტრაექტორიას, კარგი? კარგი. ხო ესეა, მე ხო შენ არ მიგითითებს, არ მიხედავს. მე რა თქვა რომ ჭიაბერაშვილი ხესმადებდაო და რაღაც მე და შენ ეგ არ მოგივა არასოდეს ეს. არა ვარ დარწმუნებული. რატო კაცო? ჩემი ინიციატივით? არა, შენგან არაფრისგან არა ვარ დაზრებული. რატო კაცო? გრმადო, აი იმიტომ რატო მითხარი? ჩემთან ამე პრეტენზიები გაქვს? და იმით. კარგად რომ ისნო, ვა არ შენთვის ამე პროვოკაციის არაფერი, ხო მეც მაგას გეუბნები, არაფერი. აი მე უბრალოდ ვამბობ რომ არის აქ მომსვლელთა შორის ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილობინი არიან. არიან კმაყოფილები, საუბრობთ ამაზე რა. ბატონო. კმაყოფილი ხარ? არა. მე კმაყოფილი ვარ ყველაფერს. ყველაფერს. აი კმაყოფილი. კმაყოფილი ვარ. კიდე თქვენ კმაყოფილი ხართ? კმაყოფილი მამისა და მეორე არ არის კმაყოფილი. კი, ეგრეა, კი, რა თქმა უნდა. თქვენ კმაყოფილი ხართ? კმაყოფილები ვარ, იყეში ცხოვრობ და არა არის კმაყოფილი. ქალბატონებო, გამარჯობათ. თავრობით კმაყოფილი ხართ? ძალიან კმაყოფილი. ყველანი კმაყოფილი ხართ თავრობით? ძალიან კმაყოფილი ვარ. გამწარი ქვეყანაა შენ. კმაყოფილი ხართ? აი, ზურა კმაყოფილები არიან. არა კმაყოფილები რა? რა? ეშინია ხავს, ხო, აი. არავინ არა კმაყოფილი, მაგრამ დღესდღეობით ეგრეა საჭირო. მოკლედ, ზოგი კმაყოფილია, ზოგი უკმაყოფილი, როგორც უნდა იყოს რა. всё, მორჩა. აი, კარგად ზანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ, სულ კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. ეხლა არ მითხრათ თავრობის კმაყოფილები ვართ ყველანიო, თორე. ჰა? რა? რა არის? ეშინია თუ რა, კაცო? კაი, დავით. აღარ შეგიშლი, იდილიას აღარ დაგირღვევ. გავიქეცი, გადაღებაზე მივდივარ. წავედი, დილო. დაი ჩვენ ვიყოფებით თინა ხიდაშვილთან ერთად. ეხლა მოვედით სად? ეხლა მოვედით იორმუღალოს ზონაში, აი მაისურში საარჩევნო უბანში. ერთ-ერთ 57 საარჩევნო უბანზე. აბა აგვიხწერე. ხო, ეს არის საარჩევნო უბანი. სადაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება.
სადაც რომელსაც უნდა კონდეს თავისი სველი წერტილი, სადაც აი აქ ამ საარჩევნო უბანზე CSKO-ს გუშინწინდელი გადაწყვეტილების შესაბამისად ცალკე 3 მეტრიანი ზონა უნდა გამოიყოს, სადაც დადგება მედია. აქ უნდა იყოს ცალკე ზონა დამკვირვებლებისთვის. კაბინა სად უნდა დადგეს იქ ალბათ. 5 საათი უნდა დადგეს არის, თქვენ ხო არ იცით? თქვენ ვინ ახართ საერთოდ აქ რა ეს საარჩევნო უბანი რო არ იცი? აი ეს მაიკა რო გაცვია, ესე იგი აქტივისტი ხარ, ხო? აი, ბაშესალდენი სიმანტე გასტყერ პირმენ. სხვა არა აქვს საშუალება. იქნებ ეს ერთია. არა, როგორ არა აქვს? ერთია ესე, სხვა უკეთესებია. ეს ერთი არასერიოზულია, სახელმწიფო ვალდებულია ბოლო-ბოლო ვინმესგან იქირავოს ამ 40 დღის განმავლობაში, მაგრამ ნუ ამათ რა თუნდაც საარჩევნო უბანი აქ ხო დაამარტივი წესი აქვთ რა, აღდგებიან, ჩაყრიან და დაამთავრებენ, მაგრამ ამ არჩევნებზე ეგ არ იქნება. საერთოდ ხარდაჭერა აქვს საქართველოსნებას ამ სოფელში? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და ეს ამბერძოლ დადასტურდა იმ დიდი გამოსვლებით, რასაც რისით მინდა იცი რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა ხო ითვლებოდა რომ ლოიალურია ხელისუფლების მიმართ. ითვლებოდა მანამ სანამ ძალიან არ გაამწარეს და ეს ხალხიც ისევე გაამწარეს როგორც ყველა დანარჩენი ეს არის ყველა და ეგ აი გამარჯობა. გამარჯობა. არა აქ რა გინდა ცივილიზებულად არის რა გინდა? ხო, არაფერი, იმიტომ რომ ვარ ჩათვალე რომ მიკერძოებულები ვართ, ესეთი უბანიც არის რა. თან სკოლა, თან წიგნებია, თან უბანია. ეს სკოლაა? ხო, ეს სკოლა, ეს არის ადმინისტრაციული შტაბი. აი ეს სკოლა არის უკაცრავად? დი, სკოლა. თქვენ დირექტორი გძანდები? არა, დირექტორი. თქვენ გძანდები, ხო? მოთ. ეს სკოლა არის, ხო? იქითაც სკოლა არის და იქითაც სკოლა, ხო? კარგად ბავშვებო, ნახვამდის. თინა, მინდა გითხრა ჭიაბერაშვილზე. ხო. ესე იგი თან აგრესიულად იქცა ჩვენ ვიცნობდით ჭიაბერაშვილს ადრე და იყო ფუნთუშა და რაღაც გააგრესიულდა და სიმართლე გითხრათ ცოტა აიხანი არ მჯეროდა რასაც ხალხის სოფლებში მიყვებოდა როგორ იქცეოდა რომ ხალხს ლანძღავს აგინებს ქართული ოცნების მაისურში თუ ხედავს სოფლში ვინმეს საშინელი აგრესია აქვს მაგრამ გუშინ უკვე იმის მერე რაც ფოტოები მაჩვენეს და ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა თვითონ პირადად ხედავდა ჩემს პლაკატებს იმის მერე ძალიან გაბრაზდა კაკაბეთში ხო, ნუ კაკაბეთში გადავიდეთ. კაკაბეთში სადაც ნახა რა მდგომარეობა იყო და ნახა რომ პრაქტიკულად ვერავინ მისი მხარდამჭერი ვერ იპოვა, როგორც ჩანს ძალიან გაბრაზდა და იქ პირადად აგინა ხალხს და ხო და რას ეთქვი, აბა უთხარი ზურას რამე რა. იცი მე უკვე ვერაფერს ვეღარ ვეთქვი, იმიტომ რომ სანამ ჯერ კიდე მეგონა რომ ეს ყველაფერი გადამეტებული იყო, რაღაც იმედი მქონდა, მაგრამ ძალიან სამარცხვინოა, ძალიან მეწოდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს ასეთი ამ ხელისუფლების სამსახურში ყოფნა და კარგად განდებოდეთ, ძვირფასო ტელემაყურებელო, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ნახვამდის.